ანუ ვიღაც ვერ ადგება და რაღაცა ტორტს ვერ ჭადგავს ამ ტერიტორიაზე. კერძო სახლის ასაშენებლად მოდიხარ და ქალაქგარეთ საცხოვრებლად და კიდე ჩახუტებულ სახლში იცხოვრო, ნუ აზრს მოკლებულია. ესეც ისე ხო არ იქნება საქართველოში გერგეს რო აკეთებენ და მერე ყველა თავისას უბერავს. მიწა რომელზეც ესეთი განაშენიანება კეთდება, 15 წელი ამ ბიზნესში ვარ და მართლა არ მინახავს. პირველივე ამოსვლაზე ვამბობ, რომ ამ მიწის ნაკვეთს ავირჩევ და შევიძენ. გამარჯობა, მე ვარ ვახო ნიკოლავა, სამშენებლო კომპანია ნიკოლმანის დამფუძნებელი. უკვე 15 წელია ვაშენებთ კორპუსებს, კერძო სახლებს, კომერციულ ობიექტებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სასტუმროებს და ასე შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში უამრავ დამკვეთთან მქონია ურთიერთობა და მათთან საუბრისას უმრავლეს შემთხვევაში ირკვევა, რომ ადამიანებს გონიათ მშენებლობა უმარტივესი პროცესი და ის, რომ სახლის აშენება ყველას მარტივად შეუძლია. ერთი სახლი მაინც ვისაც გაქვთ აშენებული, დამეთანხმებით, რომ ეს ასე არაა და გაგახსენდებათ ყველა ის დახარჯული დრო, ნერვები და ენერგია, რომელიც ამ მშენებლობას შეალიეთ. მოკლედ იმისთვის, რომ სახლის მშენებლობის მთელი პროცესი მიწის შეძენიდან დაწყებული, მშენებლობის ნებართვის მოპოვებით გაგრძელებული და ბოლო აგურის დადებით დამთავრებული გასაგები რომ იყოს, გადავწყვიტე ავაშენო ერთი კონკრეტული სახლი და ეს პროცესი სრულად გაჩვენოთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ პირველ ეპიზოდს, სადაც ერთად ვნახავთ, როგორ ვარჩევ მიწას შესაძენად და რას ვაქცევ გადაწყვეტილების მისაღებად ყურადღებას. სახლის ხარისხიანად აშენებას სჭირდება გამოცდილი არქიტექტორი, კონსტრუქტორი, სამუშაოთა მწარმოებელი, გამართული ლოგისტიკა და კვალიფიციური მშენებლები. პირდაპირ გეტყვით, რომ ნიკოლმაში თითქმის 10 წელი დაგვჭირდა იდეალური გუნდის ჩამოსაყალიბებლად და ახლაც ყოველდღიურ ძიებაში ვართ. თქვენ რომ ნახოთ რა სირთულეებს ვაწყდებით ხოლმე და როგორ ვეძებთ გადაჭრის გზებს, გადავწყვიტეთ მთელი პროცესი გაჩვენოთ ნაბიჯ-ნაბიჯ და აგიხსნათ ყველაფერი. ახლა გადავიდეთ პირდაპირ ტერიტორიის არჩევაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიის არჩევის დროს გავითვალისწინოთ შენი ცხოვრების სტილი. მე მაგალითად დღის განმავლობაში ესე თბილისში რო ავიღოთ, ძალიან ხშირად ხვდები ვაკეს საბურთალოს ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ოფისებიც აქ არის, ჩემი მშობლები აქ ცხოვრობენ, ჩემი შვილი აქ ცხოვრობს. შესაბამისად ლოგიკური იყო წვრეთი კიკეთის მიმართულებით ჩემი სახლის აშენება, რომელიც უკვე მაქვს. ეხლა საუბარი არის მეორე სახლის აშენებაზე და ვფიქრობ ავარჩიო ადეკვატური ტერიტორია, იმიტომ რომ ავაშენო სახლი მაგალითად წავკისი შინდისის მიმართულებით, საგურამოს მიმართულებით, რომელიც ძალიან კარგია საცხოვრებლად, ჩემთვის მიუდგომელი იქნება, იმიტომ რომ ვაკეს საბურთალოზე იქიდან მოსვლა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ახლა რუკაზე დავიტან იმ წერტილებს მე, სადაც ასე ვთქვათ, დღის განმავლობაში ვიწევს და კვირის განმავლობაში, კვირის ჭრილშიც მუშაობა და გარკვეულ ასე ვთქვათ, გეგმას შევადგენს, რაც შეიძლება ყველაზე ოპტიმალური იყოს და დავიწყებ უკვე იმ არეაზე კონცენტრირებას მოვახდენ, რა არეასაც ასე ვთქვათ, დამანახებს ეს რუკა. ესე იგი, პირველი რაც არის უმთავრესი ჩემს ცხოვრებაში, ჩემი შვილი, სადაც ცხოვრობს ჭავჭავაძეზე, რომ მასთან ყოველდღე მივდივარ და ვიტოს მომყავს ხოლმე სამსახურში, ხედავთ ხოლმე ჩემს ვიდეოებში. ერთი ოფისი გვაქვს ჭავჭავაძეზე, ერთი ოფისი გვაქვს თამარაშვილის ქუჩაზე, ერთი ოფისი არის ქავთარაძის City Mall-ში და ქარხანა წარმოება არის ზემო ლისზე. შესაბამისად, აი ამ ტრაექტორიებით მიწევს მუდმივად მოძრაობა. ჩემი მშობლები კვირაში რამდენჯერმე მივდივარ მათთან და ვიტო მიმყავს სტუმრად, ცხოვრობენ საბურთალოზე, აი როგორც ხედავთ, თბილისის მხოლოდ ამ ნაწილში მიწევს ჩემი დროის 80% თუ მეტი არა გატარება. რო ავიღოთ ეხლა და გავავლოთ ხაზები, ხო, როგორ მივდივარ ჭავჭავაძის ოფისიდან გადავდივარ ახალი ხიდით და ავდივარ ლისზე, ვაკიდან მივდივარ საბურთალოზე, დაუშვათ ბავშვი მიმყავს პირდაპირ თამარაშვილის გავლით, თუ ერთი ოფისიდან მეორეში მივდივარ, ყოველთვის თამარაშვილის გამზირს ვიყენებ. ანუ ეს არის ჩემი მოძრაობის ტრაექტორია, ამიტომ მე უნდა განსაზღვრო, რომ აი ამ ტერიტორიებზე უნდა მოვხვდე მარტივად. ორი ვარიანტია, ერთი ან უნდა ვიყიდო წყნეთი ბეთანია კიკეთის მიმართულებით, სადაც უკვე მაქვს სახლი და დაგვრჩა მეორე ოფცია, არის ეს არის ყველაზე კარგი საცხოვრებლად და სარეკრეაციოდ ლისის ტერიტორია, ან ასევე განიხილება ნაფეტრების ტერიტორია,
რომელიც არის აქვე საბურთალოსთანაც და ვაკესთანაც ახლოს. დაუკავშირდები риэлტორებს, შევალ ონლაინ იმ პლატფორმებზე, სადაც ასევე არის მიწის ნაკვეთები და შემდეგ უკვე ჩემს არქიტექტორებთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას. მოკლედ ნახე რამდენიმე ვერსია მიწის ნაკვეთის, თუმცა ერთ-ერთი ძალიან მომეწონა, ეს არის Suburban-ლის ტერიტორია, Colliersია კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა გაეკეთებინა ესეთი დასახლება, რამდენიმე ათეული მიწის ნაკვეთია, ტბასთან ძალიან ახლოს. მომწონს, ფასი არის $250 კვადრატულ მეტრზე. ვესაუბრე მათ, გაკეთებული ქონიათ განაშენიანების რეგულირების გეგმა და ამ გეგმაში გაწერილი აქვს უკვე კონკრეტული შეზღუდვები, რა პარამეტრების სახლი, რა პარამეტრების დაშორებით და ასე შემდეგ შეიძლება რომ აშენდეს, ამიტომ დავიხმარ ჩემს არქიტექტორი ირაკლის, რომ გამარკვიოს ამ განაშენიანების რეგულირების გეგმის დეტალებში უფრო კარგად და ფუნდამენტურად, რომ რამე შეცდომა არ დაუშვათ და ისეთი მიწის ნაკვეთი ავარჩიოთ, რომელზეც ჩემთვის სასურველ სახლს ავიშენებ. ახლა გავიგით გეგმის საკითხს, ანუ რა რეგულაციები, რა შეზღუდვები გვაქვს. ირა, ეს არის ნაკვეთი, რაც მომეწონა. კი ბატონო, როგორც ჩვენ შევისწავლეთ, აღნიშნული ნაკვეთი და აღნიშნული ტერიტორია დამუშავებულია გერგის მიმართულებით. ვინაიდან ნაკვეთს მხოლოდ ერთი მიმართულებიდან გააჩნია საზოგადოებრივი სივრცე, ამ შემთხვევაში უკანონიზებთ ჩვენთვის განსაზღვრება ამ ნაწილში. საზოგადოებრივი სივრცე არის აი აქ არის პარკი და მაგას გულისხმობ, ხო? საზოგადოებრივი სივრცე არის, თუმცა რეგულირების ხაზი მაინც ეხება ამ როდესაც კომპანია ასრულებს გერგის შეუძლია თვითონ განსაზღვროს ეს ხაზები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც გვაქვს 3 მეტრიანი დაშორება, ასე ვთქვათ, კონკრეტული ამ საკადასტრო ხაზიდან უკრიდან. კანონიზო, დია. ეს ყველაფერი განპირობებულია იმისათვის, რომ ჯანსაღი გარემო მივიღოთ და მეზობლებს არ შეეძლოთ ერთმანეთთან მიიღებდნენ საქმე. აი აქ არის ზუსტად მაგისი ნახაზი, ვანახოთ, ხო? როგორც ხედავთ, საზოგადოებრივი სივრცის მხარეს ჩვენ გვაქვს 6 მეტრიანი დაცილება იმისათვის, რომ ეს ხაზში იყოს შეიძლება ნაგებობები და აი ესე ვთქვათ, მოწესრიგებული სახე ქონდეს ამ ყველაფერს. რაც შეეხება მასალებს, აქაც შეზღუდულები ვართ არის. ასე ვთქვათ, ჩვენს თემაზე რენდებული სამშენებლო მასალები და მოსაპირკეთებელი მასალები, ასე ვთქვათ, გასაზღვრულია წინასწარ, დაუშვებელია მკვეთრი-ფერის, ასე ვთქვათ, გამოყენებად ფასადზე. აუცილებლად იასამნისფერის სახელი რომ მილდოდეს ვერავაში. სამწუხაროდ ვერ. საბედნიეროდ, რა სამწუხაროდ, იქ მეზობელმა რომ ჩაგიდგას იასამნისფერის სახლი რაღაც ხვითელი ელემენტებით წარმოიდგინეს. რეგონების საკითხი რა ყავ, ვერავის ვერ შეიძლება. კატასტროფა შეიძლება იყოს, ამიტომ კარგია, რომ განსაზღვრულია. კიდე არის განსაზღვრული გადახურვის მასალა, ფილქანი, თუნუქი, თუთია, ხე, წვანის სახურავი, შინგლი და მინა. ესენი შეგიძლია გამოიყენოს სახურავის გადახურვებად. შეზღუდვები ამ ნაკვეთს რაც აქვს დასახლების გასაუმჯობესებლადაა, ხო ეგრეა? თავის მე მომწონს. სამეჯანემოს შესაქმნელად რომ ეხლა 3 მეტრი აქედან დაშორება, 3 მეტრი იქიდან და 6 მეტრი საზოგადოებრივიდან არის. გასულია როგორც ქუჩის აღქმის იერსახე, ასევე პრივატულობაც მეზობლებს შორის. ეს ყველას ერთნაირი უბედეთ ჭიშკარი რო იქნება, ეს ძალიან მაგარია რა, მაგრამ მომეწონა და უზრუნველყოფილი იქნება წყალი, დენი, გაზი იქნება ამ არეაში, სადღაც $170-180 ნიშნულზეა და იმიტომაც არის ეს 20-25% ძვირი ვიდრე სხვა ნაკვეთები. და დაახეთ რა ცოტა ნაკვეთია დარჩენილი გასაღი. ჩემი აზრით ფრის. ძალიან კარგი ნაკვეთია და ბანკ პროექტს გააკეთებ, ეცდე. მე არ მეპარებია ეჭვში ეს პროფესიონალიზმში. მეც რამე იასამნისფერ სახლს არ მოგთხოვ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონა არის თბილისის გარშემო, ალისის ტერიტორია, რაღაცა პერიოდში ძალიან ცუდად და ქაოტურად განვითარდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ არის რამდენიმე ადგილი, რომელიც მართლა ძალიან კარგია. აქ არის კარგი სკოლები, ბრიტანული აკადემია, აქ არის რამდენიმე ესეთი დასახლებული ადგილი, ერთი არის შენი სახლი ლისზე, ძალიან მაგარი ტერიტორია და ძალიან მაგრად გაკეთებული. მერე დრონით გაჩვენებთ ამ კადრებს, საოცარი ეზოები აქვს და აი ეხლა ვნახოთ რა იქნება Colliersის მიერ შემოთავაზებული Suburban-ლის ტერიტორია და ვნახოთ რამდენად მოწესრიგებული და კარგი უბანია, რაც ჩვენ გვითხრეს ოფისში, ძალიან მომეწონა და ეხლა ფიზიკურად
ერთად ვნახოთ რა არის და როგორ. კარგი ადგილია, ეს არის ლისის ტერიტორია. ყველაზე მაგარი არის, რომ ასფალტის პირველი ფენაც კი დაგებულია. ბორდიურები გაკეთებული, ლამპიონებია გაკეთებული და მიწის შერჩევისას ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ რაღაც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა საქართველოში არ გვაქვს ხშირად. გვიწევს ტალახში სიარული მანქანით. ერთი საინტერესო რაღაც უნდა მოუყვე და თქვა, ძალიან მიყვარს თულა, მათემატიკა ბავშვობიდან მიყვარს და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ნახეთ, მიწას რო არჩევთ თუ ასფალტიანი გზით მიდიხარ სახლში, დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი ფული გეზოგება. და რას ნიშნავს? აი წარმოიდგინეთ, მანქანას ხო რეცხავთ და ახლოებით რამდენი 30 ლარი გახდა უკვე თბილისში საოცრება საშინელი ფასი არის, მანქანის გარიცხვას მინიმალური ალბათ რა 30, 40, 50 ლარი ღირს მანქანის რეცხვა და წარმოიდგინეთ თვეში რამდენჯერ მეტად გიწევთ მანქანის გარიცხვა, როდესაც სახლში მიდიხარ არა მოასფალტებული გზით. ვინც ქალაქგარეთ ცხოვრობს და ესეთ უბნებში ისინი მიმიხვდებიან, რასაც ვამბობ. იმიტომ რომ როდესაც მიდიხარ ასფალტიანი გზით, სოილიც რო იყოს, მაინც ნაკლებად ისვრება მანქანა და მოშანდაკებული რო არის ან მიწის გრუნტზე რო გიწევს მანქანით გადასვლა, ეს მტვერი იმდენად ედება, რომ ახალგარეცხილი მანქანა თავიდან ყავს გასარეცხი და თვეში 3-4 ჯერ მეტად თუ გიწევს მანქანის გარეცხვა, ნიშნავს, რომ ერთი 120-150 ლარით მეტი გაქვს ყოველთვე დანახარჯი, ანუ 1500 ლარით მეტი და 2000 ლარით მეტი წელიწადში, ანუ და რო დაითვალო 10 წელიწადში კი არის ერთი მანქანის ფასი რა. ეს ადგილი მაგარი არის იმითაც, რომ ლისი არის აი ჩემგან აღმოსავლეთით ეხლა, იქითა მხარეს. მოპირდაპირე მხარეს არის შენი სახლი ლისზე, ძალიან მაგარი დასახლებული კომპლექსი, ულტრათანამედროვედ მოწყობილი ზოებით და მათაც გავუკეთებ რეკლამას, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ადგილია. და პირდაპირ ეს სილამაზე ჩანს, ძალიან ლამაზად მოწყობილი უბანი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხედი გაქვს. ანუ სახლში როგორ მოდიხარ, ეს არის უმთავრესი, როგორც უკვე ვილაპარაკე, რამდენად ადვილად მოსასვლელია და სწრაფად მოდიხარ, მერე როგორ მოდიხარ, ანუ ამ დანგრეულ გზაზე მოდიხარ თუ ნორმალურ გზაზე მოდიხარ, ღამე რომ მოხვალ ლამპიონები, განათებულ უბანში მოხვალ, მგონია რომ ეს ძალიან მაგარი ადგილი იქნება, ამიტომ პირველივე ამოსვლაზე ვამბობ, რომ მაგრად მომწონს და სავარაუდოდ აი ამ ნაკვეთს ეხა სადაც ვდგავართ. ამ მიწის ნაკვეთს ავირჩევ და შევიძენ. ფასი არის $250 კვადრატულ მეტრზე, რაც არ არის პატარა, თუმცა ეზო ნორმალური სიდიდის არის 850 კვადრატული, სავსებით საკმარისია ცხოვრებისთვის. ფორმა და განახებთ ამას გრაფიკულად, ფორმა აქვს ტრაპეციული, რაც ძალიან კარგია. ძალიან ჭკვიანურად აქვს კოლიერს გაკეთებული ტრაპეციული, რომ სახლები თუ კვადრატული ან მართკუთხოვანი იქნება მიწის ნაკვეთი, სახლების შესაძლებლობა ჩადგმის მეზობლებს აქვთ ახლოს ძალიან და იქნება აი როგორც ხვდება ხოლმე ეს ჭახუტებული სახლები ხა. კერძო სახლის ასაშენებლად მოდიხარ და ქალაქგარეთ საცხოვრებელ და კიდე ჩახუტებულ სახლში იცხოვრო, ნუ აზრს მოკლებულია, ხო? შესაბამისად ეს ტრაპეციული ფორმის მიწის ნაკვეთები არ გაძლევს უпроსწორად საშუალებას, რომ ახლოს მიხვიდე ძალიან მეზობელთან მშენებლობით და სახლებს შორის იქნება საკმაოდ ესეთი კარგი დიდი მანძილი. ასევე ეს რეგულირებულია ამ ტერიტორიაზე გერგეთი, განაშენიანების რეგულირების გეგმას, ქვია გერგე, რეგულირებულია, რომ მეზობლიდან უნდა იყოს მინიმუმ 6 მეტრით დაშორებული შენი სახლიც ამ მხარეს და 3 მეტრით მეორე მხარეს. ანუ ჩემი სახლსა და მეზობელ სახლს შორის 6+3 9 მეტრი მინიმუმ უნდა იყოს დაშორება და პლუს ტრაპეციული ფორმა ამ მიწის ნაკვეთის კიდევ უფრო გაზდის ამ დისტანციას და ეხლა 12 მეტრი დაახლოებით სახლებს შორის სივრცე საკმარისზე მეტია გარე უბნებში. გაგაცნობთ ანას, სუბურბანის გაყიდვების მენეჯერს, ეს არის კომპანია კოლიერსი, სადაც ვიმყოფებით. ანა, მოკლედ ვნახეთ თქვენი პროდუქტი და მიწა ლისზე, ამ ტერიტორიაზე ვეძებ, მომეწონა და მინდა ეხლა დეტალებით ამიხსნათ,
ამ მიწასთან დაკავშირებით ვიყავი ადგილზე, დავათვალიერე ერთხელ, თუმცა კიდე მინდა რომ თქვენთან ერთად მე ავიდე და უფრო დეტალურად გავიაროთ რაღაცა საკითხები და ვნახოთ, ეხლა მინდა რომ ამიხსნათ რა ტერიტორიაა ესა და რას გვთავაზობთ. ხო, მანამდე სანამ საუბარს დავიწყებთ, ვიტყვი რომ ეს არ არის სარეკლამო გადაღება, კოლიერს არც ფული გადაუხდია და არც მიწა უჩუქებია ჩემთვის, ამიტომ ესეთი გულწრფელი საუბარი გვექნება ყოველგვარი ზედმეტი რეკლამის გარეშე. რომ მოსახლეობამაც გაიგოს, მე რატო ავარჩიე მიზანი რაც არის ამ გადაცემის, ჩვენმა მომყოლებელმა გაიგოს, რატომ ავარჩიე აი თქვენი პროექტი და რა მიმიზიდა და ვნახოთ გადაწყვეტილებას თუ მივიღებ რომ შევიძინო, უკვე მერე გამოჩნდება, ვნახოთ რამდენად ასე ვთქვათ მომეწონება ფასი, მდებარეობა და ყველა ის ასე ვთქვათ ღირებულება, რაც მოყვება ამ მიწის ნაკვეთს. სუბურბანი არის დაბალი განაშენიანების პროექტების სერიის ნაწილია. სადაც გვაქვს ორი პროექტი, ერთი საგურამოში, მეორე ლისზე. საგურამო არის სრულად დასრულებული არის, სრულად მოწყობილია, რაც შეეხება ლისს. ლისზე გვაქვს ჯამში 60 მიწის ნაკვეთი. ყველა მიწის ნაკვეთი არის გაყიდული, თითქმის. ყველა კომუნიკაცია არის მიყვანილი ნაკვეთამდე. ეს არის ცენტრალური კანალიზაცია, რაც არის იშვიათი ზოგადად ლისზე. ზოგადად ლისს აქვს მაგის პრობლემა. დენი, გაზი, წყალი, ყველაფერი მიყვანილია. და ეს შედის ღირებულებაში. შედის ღირებულებაში. ასევე ღირებულებაში შედის საფასადე ღობე და ჭიშკარი. გზები მოასფალტებულია, უკვე პირველი ფენა დაგებული არის. ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან. ტროტუარებიც მოწყობილი არის. ასევე სარეკრეაციო სივრცე გვექნება 1 ჰექტრამდე. რამდენი მიწის ნაკვეთი გაქვთ დარჩენილი და სად არის ეს მიწის ნაკვეთები? აი ხა რუკას უყურებ და ჯერ რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის აი აქ არის ბრიტანული სკოლა, ხო ესეა? დიახ. და აქ არის შემოსასვლელი, ხო? აქეთ არის მთავარი შემოსასვლელი. ჯამში გვაქვს 3 გზა, რომელიც სრულად იქნება მოწყობილი. ანუ ჩვენ ვაკეთებთ ამ გზებს. 12 მიწის ნაკვეთი დაგვრჩა გასაყიდი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობები უკვე. გვაქვს განაშენიანების რეგულაციების გეგმა, რის მიხედვით ხდება პროექტის დამტკიცება ჯერ ჩვენთან, კომპანიასთან, შემდგომ უკვე ანუ თქვენ უნდა შეგითანხმოთ მე როდესაც პროექტს გავაკეთებ, როგორი პროექტი გავაკეთო, ხო? გერგი ამას გულისხმობს. გერგი არის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ არეაზე შენობების ტიპს, სიმაღლეს, ზომას, საფასადე მასალების გამოყენებას და ბევრ დეტალს, რაც არეგულირებს, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე ბევრად ლამაზი დასახლება გამოდის, ხო? მაგრამ გერგები ესეც ისე ხო არ იქნება საქართველოში გერგეს რო აკეთებენ და მე ყველა თავისას უბერავს. არა, ჩვენ შემთხვევაში არა, რადგან კომპანიის მხრიდან ვაძლევთ ჯერ ვითანხმებთ და შემდგომ მერიას ვაძლევთ საბუთს. თქვენი ხელმოწერის გარეშე ვერ გავა. ანუ ვიღაც ვერ ადგება და რაღაცა ტორტს ვერ ჩადგავს ამ ტერიტორიაზე, ხო? სასწრაფო სახლს ვერ ააშენებს. ასევე დავამატებ იმას, რომ მაქსიმალური შენობის სიმაღლე არაუმეტეს 12 მეტრისა არის, ქანობის შემთხვევაში, სწორი გადახურვის შემთხვევაში 10 მეტრია. ღობეები ახსენე და ანუ ყველას ერთნაირი ღობე ექნება? ყველას ერთნაირი ღობე ექნება. აი ძალიან მაგარია. საფასადე ღობე, თავისი ელექტროჭიშკრით. ანუ ამ ფასში $250 კვადრატული მეტრი, ხო? 850 კვადრატული მეტრიანი მიწის ნაკვეთებია. შევა ეს ღობე შედის. ფასი, ჭიშკარი, კომუნიკაცია, წყალი, დენი, გაზი, კანალიზაცია. ცენტრალური კანალიზაცია აღნიშნავ მაგასაც. ხო, მაშინ ძვირი აღარ გამოდის, იმიტომ რომ ცოტა თავიდან მეძვირა ფასი $250 კვადრატულ მეტრზე. ლისზე დაახლოებით $180-დან $200-მდეა კვადრატული მეტრის ფასი, მაგრამ არა მოასფალტებული, არა კანალიზაციით, არა წყლით და ამ ყველა იქ ვიდეოში შევამჩნიე განათების ბოძებიც, ეგეც განათების ბოძებიც გაკეთებული აქვს და მაგარია ძალიან. კი ბატონო, ამას ჩაბნელებულია ხოლმე თბილისის გარეუბნები და ძალიან უშნოდ გამოიყურება. მე ხა მინდა რომ ავიდე და ადგილზე ვნახო ეს ყველაფერი, კარგად, უკვე სხვა თვალით, როდესაც გავიგე ძირითადი ასპექტები. ერთად შეგვიძლია მივიდეთ, ვნახოთ, დავათვალიეროთ, დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. ყველა დეტალს იქ ადგილზე ვნახავ თქვენთან ერთად სიამოვნებით. მოვედით მოკლედ მიწის სანახავად მოსასვლელ ტერიტორიას კადრებს გაჩვენებთ მე დრონით ძალიან ლამაზია ანა რაღაცა ისეთი ტერიტორიაა ეს ასფალტი ბორდიურები განათების ბოძები ძალიან უჩვეულო არის თბილისის შემოგარენისთვის და საერთოდ საქართველოსთვის ესეთი მოწესრიგებული მიწა რომელზეც ესეთი განაშენიანება კეთდება
15 წელი ამ ბიზნესში ვარ და მართლა არ მინახავს. ამ ყველაფრის უკან დგას კოლიერსი. ვიცით რომ საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანია არის, რომელიც სანდოობას ქმნის და ყველა მესაკუთრე იქნება დაცული, იმით რომ ქაოტური განაშენიანება არ მოხდება, იქნება მოწესრიგებული, ლამაზი უბანი. ყველაზე მთავარი, რატომაც სავარაუდოდ მივიღებ გადაწყვეტილებას კი არა ოფისში თქვენთან ვიზიტის დროს, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, უკვე მივიღე გადაწყვეტილება რომ ვიყიდო, არის კანალიზაცია. კანალიზაცია და სანიაღვრე ჭები. ახლოს არის სკოლები, ახლოს არის მაღაზიები, ანუ ფეხით სასიარულო დისტანციაზე არის ეგ ყველაფერი და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ფასი არის დღევანდელი მონაცემებით $255 კვადრატული მეტრი და რაც უფრო მეტი სახლი აშენდება, მე აქ მიწის ფასი აიწევს და აიწევს. სულ ვამბობ ხოლმე, რომ რაღაცა კატასტროფული ფასებია თბილისში მიწის ღირებულება $250 კვადრატული მეტრი, ჩემი მიწის ნაკვეთს უწევს 850 კვადრატულია და 212,000 თუ სწორად მახსოვს, ხო? დოლარი. არ არის პატარა ფასი, მაგრამ ასე ვფიქრობდი, როდესაც პირველი განაშენიანება გავაკეთე დილომიშვიდში, $45 გადავიხადე კვადრატულ მეტრში და ეხა $500 ღირს. იქ მიწის ნაკვეთები და ეს კიდევ აიწევს და აიწევს. ეს კარგი ტენდენციაა, მე მაყურებელს სულ მაგას ვეუბნები, კარგია, როდესაც ქვეყანაში მიწის ფასი იზრდება, ესე იგი ადამიანები მდიდრდებიან. და ის ვისაც უკვე აქვს მიწის ნაკვეთი, ისიც ხომ მდიდრდება და ის ვინც შეიძენს მისი კაპიტალიზაციაც, რადგან ასე 15-20%-ით წელიწადში იზრდება დაახლოებით ფასი, რაც ძალიან მაგარი მაჩვენებელია რეგიონში, მისი კაპიტალიც იზრდება ამ შემძენების. ამიტომ ცუდი ტენდენცია ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ეს ცუდია მათთვის, ვინც აი იმ მომენტში ყიდულობს ძვირად მიწას, მაგრამ რო შევხედოთ 5 წლის შემდეგ, როდესაც ამ ადამიანმა იყიდა მიწა, იქნება გაორმაგებული ამ მიწის ფასი. სამომავლო ინვესტიცია არის ნამდვილად. უკანა მეზობლები დავფაროთ, არაფერს მათ არ ვეჩვით, შეიძლება არაჩვეულებრივი ხალხია, მოგვიწევს რომ გავაკეთოთ რამე ესეთი თენარგავები. საქართველოს ხეების და ტყეების მეტი რა გვაქვს, აი იტალიიდან რატო უნდა ჩამოქონდეს ნაძვი, ტუია. თუ გამოვა შემომძახებს. ვახოს გაუმარჯოს.